მივდივართ მესტიაში. მივდივარ ელექტრომანქანით. აუ, საერთოდ აღარ ჩანს გზა. ოპა. სერიოზული პრობლემა გვაქვს ხალხო. დაიწყო დატენო, არაფერი არ ჩავთო, მაიცა. შანსი არა მაქვს. გზა მაგარი მოყინულია. რას იზა? სულს მოითხოს. კი, სწორად გაიგეთ. დღეს მივდივართ სვანეთში. მთელი ღამე წუხელ ვიღებდით ვიდეოს, რომელიც აი აქ ხდებოდა მხოლოდ ჩემს გარაჟში, სადაც 3D პრინტერზე დავბეჭდეთ სამაგრები, ეხლაც ახალი სამაგრეა გაშვებული. ასევე დავამაგრეთ სნოუბორდები, ჩაფხუტების საკიდები გავაკეთეთ, დავამაგრეთ და ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. ამიტომ თუ ვიდეო გაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ ლინკზე და უყუროთ, ხოლო დღევანდელ ჩვენს ტრიპს რაც შეეხება, მივდივართ მესტიაში. იოუ! თან მარტო ვარ, არავინ არ ყავს გამყოლი საერთოდ, ამიტომ მაგარი თავგადასავალი გვექნება. და კიდე იცით რატო გვექნება მაგარი თავგადასავალი? იმიტომ რომ მივდივარ ელექტრომანქანით და აზრზე არა ვარ ჩავაღწევთ თუ არა მესტიაში. ნუ ამით ვერ ჩავაღწევთ, უნდა დავტენოთ გზაში უეჭველი. მაგრამ საინტერესოა მაინც ჩავაღწევთ თუ არა. ასევე გვაქვს თან საწვავი. ამის გარეშე როგორ იქნებოდა? Board is ready. Let's go. არ მჯერა. წავედით. I don't believe. წინ დიდი გზა გვაქვს, სესტაფონამდე არ გავჩერდებით, მეგობრებო. No stopping. Let's go. რაო, გიგონათ კამერა დავტოვე? წავედით. მაგარ თოვლიან დროს კი მივდივართ, სვანეთში მივდივართ თოვლისთვის და მე მგონი თბილისში გვაქვს, მაგრამ რა სიზამ, გეგმა, საქმეა. მაგრამ თავარი სირთულე არის, რომ ჩვენ ელექტრომობილი, რომელიც დაახლოებით 400 კმ-ს გადის, ერთი დატენვა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვიდეთ მესტიაში. ამიტომ სესტაფონში გადავტენი და სესტაფონიდანაც არ მჯერა, რომ მესტიამდე ავაღწევთ. და უკვე მე სადღა დავტენო აღარ ვიცი, იმიტომ რომ სწრაფი დამტენი სხვაგან არსად არ არის. ამიტომ ნახოთ, როგორ წავა ჩვენი ჩელენჯი. ჯერჯერობით გვაქვს 100% ელემენტი და ყინვის და ყველაფრის გათვალისწინებით ეხლა წერს 375-ს. არა და რეალურად 450-ს წერს ხოლმე ზაფხულში. ჯერ არ დამიწყია და უკვე მაგარი გართულდა, იმიტომ რომ აქ წეროვანში წღეთასთან გზაზე ისეთი თოვლი არის, რომ საერთოდ არ არის გაწმენდილი. ერთი რაც შევამჩნიე, მას შემდეგ რაც დავაყენე ზემოთ სნოუბორდების სამაგრი, ნუ როგორც ბენზინზე, წვამ აქაც მოიმატა გიჟივით. 42%-ია 93 კმ-ს წერს, რაც არის კატასტროფა, იმიტომ რომ 42-50%-ზე წერს ხოლმე და ახლობით 150 კმ-ს არ ვიცი რატო წერს. ალბათ დავაბრალე რომ მოხმარება იყო დიდი, თან ისე ძალიან ბევრი ელემენტი დასვა, იმიტომ რომ თოვლი რო იყო მეტად წავს, წინაღობა მეტია, დაბალი სიჩქარითაც მოვდიოდით, კლიმატიც არ გამეთიშავს. მოკლედ ყველაფერი კარგად არის ჯერჯერობით. შემდეგი დანიშნულების წერტილი არის სესტაფონი, ზუსტად 2 საათში უნდა ვიყოთ წესით და რიგით და რომლამდეც გვაშორებს 160 კმ. მოვადექით სესტაფონის Smart-ს, დროა შევაერთოთ სწრაფდამტენზე ჩვენი მანქანა, ეს არის სწრაფდამტენით გადამყვანი რა. მანქანა უნდა ჩავაქროთ აუცილებლად. კონექტორი ნომერი 2. ოპა. და გაიჩითა იარაღი. 100 კილოვატიანი დამტენია ეს, თუმცა მაქსიმუმ 70-ს უშვებს. სულ დამოხტამდე დავიდა. ხმა გაიგეთ? ჯიგარი ტენის 70 კილოვატით, ანუ 1 საათში წავალთ აქედან. საჭმოს რო ხედა ხოლმე, თქვათ მიმნელდება ხოლმე და გადაღებას მავიწყდება ხოლმე. ვენდიშის დავმატებია, ძალიან მომწონს ეს ამ ბოლო დროს ფასტფუდებში ბრექვესტებს ამატებენ რა. მაკდონალდსმაც დაამატა. ვენდისმა ბრექვესტ ბურგერის დავარქვენ რა. ამის გამოსვლა ჩააბარა. მოკლედ აქაც თოვა დაიწყო, თან მაგარი თოვა დაიწყო და ცოტა ხანში აქაც დადებს ხო და უნდა გავაცნოთ. რაც შეეხება ჩვენს მონსტრს, ესე გამოიყურება, ნახოთ ახლა რამდენ პროცენტზეა დაახლოებით, ჩემი გათვლებით ერთი 95% მაინც უნდა იყოს. ნახეთ რა ბრუტალურ ვიზუალზეა. ნახოთ აბა რამდენზე ვართ. 96%-ზე ვართ. 20 კილოვატი ტენის, მოდი დაველოდები ბარემ 100-მდე და ისე დავიძახ. ისევ გაგვითოვდა მეგობრებო, ქუთაისის შემოვლით ავტობანზე ვართ და გზაზე ისევ თოვლია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მანქანები გადაადგილდებიან, ეთყობა რომ ნაწილდებიან რეგიონებში, იმიტომ რომ დაჭირდება ალბათ ყველა მხარეს მათი მხარდაჭერა.
სვანეთში როგორ უნდა ავიდე მე ვინ ხო არ იცით. შემდეგ დამტენამდე არის დარჩენილი 28 წუთი, როგორც რუკაზე ვნახე, თუმცა ღმერთმა იცის მუშაობს თუ არა. აი მე სრულიად თოლში მივდივარ, გაყალულიც არ არის შესაქმნავად რეალებს რა. აუ საერთოდ აღარ ჩანს გზა. მარილის დაყრა მიდის. მაგრამ ჩვენ უნდა გავასროთ, შანსი არ არის, სხვა გზა არ გვაქვს. ამას ვერ ვძებთ ახლა, ამიტომ გადავედით გაუკვალავში. ოპა. გავკვალეთ ეგრევე. გავაგზელეთ გზა. მარილის ნაკლებობა გვექნება, მაგრამ თავარია ბამპერი არ გავაფუჭოთ რა. აუ რა ყინულია ხო არ გადაობ. რა ხარუხით მივდივართ. ზუგდიდამდე დარჩენილია დაახლოებით 1 საათი და სამეგრელოში ვართ, აბაშას გამოვცდით. აი ესეთი გაშლილი ბედნიერი ნათელი როა, ეგ არის სამეგრელო. უკვე გავიარეთ ალბათ 150 კილომეტრი და 100 კილომეტრი მინიმუმ დავწვით, ანუ 100 კილომეტრის ენერგია. თუ 100%-ზე არ დავტენე, ისე არ გამიშვათ. ზუგდიდიდან შანსი არ არის ვერავალთ. არა და უნდა ვისრიალოთ, უბრალოდ კი არ უნდა ავიდეთ, უნდა გადავიმხოთ სვანეთში, თოვლი უნდა ვისვათ სახეზე, ფაუდერში უნდა ვისრიალოთ ძალიან ბევრი. მოკლედ მოვედით ზუგდიდში და სად გავჩერდებოდით თუ არა მაკდონალდსთან. ყველაზე ცნობილი ადგილი ზუგდიდში და ჩვენი ძმაც მოვიდა. ირაკლი შემოგვიერთება ჩვენი მეგობარი და ჩემი ესკორტი ზუგდიდში ამჯერად. ერთად დავტოვებთ სადმე დამტენზე, აი ამას. იმედია ვიპოვით ადგილს, სადაც დაიტენება ეს მანქანა. ახალი დამტენი დაყენდაო სადღაც მოლშიო. მე არ ვარ ამ მოლში ნამყოფი ზუგდიდის, ვიცი რომ არის სადღაც გაიხსნა და გავტესტავთ აბა ახალ დამტენებს რამდენი კილოვატიანია ვნახოთ. სერიოზული პრობლემა გვაქვს ხალხო. 4 დამტენი მოვიარეთ ზუგდიდში, გადაღება ვეღარ მოვახერხე, იმიტომ რომ დავრვივართ ამ თოლში და ერთ-ერთი ვერ ავამუშავეთ. ერთი არ მუშაობს, უბრალოდ ერორს წერს, მაგრამ თურმე სუსტიც ყოფილა. მეორეს კაბელი უნდა ისეთი, რომ არ გვაქვს, საერთოდ არ გქონია და არ მაქვს ეგ კაბელი. ეხლა მივდივართ ირაკლის მეგობრის სახლში და უშუალოდ იზუში უნდა დავტენოთ. სპეცოპერაციაც და 495. დაიწყო დატენვა, არაფერი არ ჩართო, მაიცა. გაეშვა დატენვა. 7 კილოვატით შორს ვერ წავალ მე ესე, მაგრამ არ ვიცი. სანამ მანქანა იტენება, მანამდე მეგრული კერძებითაც დავიმუხტებით. მეტი რა გვინდა? დიარონი ყოფილა, რაც ყოფილა. ჯერ არ გამისინჯავს ხაჭაპურის გარდა არაფერი, მაგრამ უკვე ძალიან მომწონს საქაურობა. აი ესე მოვჯექით მე და ირაკლი, გულიანად გემრიელად ვაასობთ, მაგრამ აი ამ ელარჯზე რომ არ შემეხედებინა არ შეიძლებოდა. მეტი არ შეიძლება. დანარჩენი უკვე ჩვენი საქმე არის. კიდე კარგი კვირაა, ირაკლისაცაც ცალია. მეუბნება რომ სადმე გავიაროთო რა. მანქანას ვტენით, მანქანა 100%-ზე იქნება საღამოს 9-ზე, მაგრამ ეგ იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 1-2 საათი გვაქვს და მე უკვე გავეშვებით მესტიისკენ, მე და თქვენ მარტო. და იმედია იმ გზაზე სადმე არ გავჩერდებით და არ ჩავიყინებით იქ. ეხლა უნდა ჩავჯდე ისევ აქ ხალხო, აი ნახეთ. ჯერ ტრაკით უნდა დავჯდე, ხო? ესე იგი. აი ესე შემოდიხარ რა. და მე სუპერკარის დაკეტის თემა რა. ოპა. და რა ძირს კი ხმა. ზუგდიდში ასწორებს. კაი ამით უნდა ჩამოვიდე ერთხელ უეჭონე. ჩვენი მოგზაურობა, მეგობრებო, გრძელდება. სვანეთის გზაზე ვარ, როგორც უკვე მიხვდით, ზუგდიდი მაგრად გამისწორდა, ლამის გადავიფიქრე, მაგრამ არა, მიზანს მე ესე მარტივად რომ უხვევდე. ეხლა აქ არ ვიქნებოდი, სადაც ვარ. ამიტომ დავაწექით, დაახლოებით 2 საათის გზა დაგვრჩა. გზა მაგარი მოყინულია, დათოვლილია და ესე ვთქვათ, დევს თოვლი, როგორც ხედავთ, შვიდა წყნარად, ნელ-ნელა მივდივარ. ელემენტს რაც შეეხება 85%-მდე დავტენეთ და ეხლა გვიჩვენებს 54%-ს და 158 კილომეტრს. ჩვენ დაგვრჩა დაახლოებით 60 კილომეტრი, მაგრამ აღმართი და ეს აღმართი ორჯერ მეტს ითხოვს ენერგიას და მოკლედ მაგრა ხარჯავს რა. თან ძალიან სტრესი არის, თან რო უყურებ კილომეტრებს და თან რო მიდიხარ რა და არ იცი მიასწრებ თუ არა, მაგრამ მივასწრებთ უეჭველი. საჭესთან არ მინდა რომ ვისაუბრო, ამიტომ ვერ გერთვებით, იმიტომ რომ გზაზე ვარ ყურადღებით, ძალიან ცუდი გზა არის, ვიწრო გზებია, პლუს მანქანა თუ გამოივლის, ყურადღებით ვარ და მივდივართ მესტიისკენ. Let's go!
ამასობაში მესტიაში ვართ, მეგობრებო, მესტიაში ვართ. 12-ის ნახევარზე. ჩამოვედით. ნელა ვიარეთ, იმიტომ რომ მაინც ცუდი გზა არის. თუ რატომ არ ვიცი, ნელა ვიარე, იმიტომ რომ თოვლიანი გზა იყო. ხოლო ეხლა მივდივართ სასტუმრო ლაჰილისკენ. აი ესე კრიტიკულად მივიღწვით დანიშნულების ადგილისკენ, სადაც იმედი მაქვს, რომ დამტენი იქნება, უბრალოდ დამტენი მაქვს, შტეფცელი იქნება და ფიზიკურად მივალთ შტეფცელამდე მანქანით, იმიტომ რომ თუ მანქანა ვერ მივიყვანე, შანსი არა მაქვს, ანუ ღამე სადღაც უნდა შევაერთო დღეს. სადმე თუ არ შევაერთე, ისე მე სახში არ წავალ, ანუ არ დავიძინე. აი აქ უნდა ავიდეთ. კამერაში არ ვიცი როგორ ჩანს, მე მგონი არ ჩანს ძალიან აღმართი. მაგრამ მაგარი აღმართია. ოპა, სამთვის საბურავები და მისდი ჯანი. ესეც ჩვენი სასტუმრო. მოკლედ, სერიოზული პრობლემაა ხალხო. მთელ სვანეთში დენის პრობლემააო, დაზიანება არის. ამიტომ დღეს ღამე შანსი არ მაქვს, ხვალე გავყვები ბიჭებს. სასრიალოდ ჩემი მანქანით ვერ წავალ და მე არ ვიცი. არადან ნახეთ რა მაგარ ვიძზე არის. ნახე. და ცოდო არ არის, ახლა ეს 19%-ით. აქ უნდა იჯდეს. მოკლედ, გადმოვალაგებ ყველაფერს და წავედი დავიცინე. დილამშვიდობისა ჩვენი საყვარელი ხაწვალიდან, მეგობრებო, მოგესალმებით. 2 წლის შემდეგ ძლივს როგორც იქნა ამოვაღწიე ხაწვალზე 24 საათიანი სიარულის დამტენების ძებნების და სასტუმროში დაბინავების შემდეგ. თოვლი არის, რაც ყველაზე მთავარია. მანქანის დამტენები არ არის გზა, თორე ყველაფერი არის სხვა საერთოდ. დრონი გვაქვს, Insta 360 გვაქვს. ხო და ბევრი რო არ გავაგზელო. წავიდა Insta 360-ის კადრები. ძალიან მაგარია. თოვლია ყველა, მაგრამ ეს არის გადახნული არის რა. თან ჩანთასთან ერთად კამერებთან, დრონთან ერთად სრიალს ვერიდები ადამიანი, იმიტომ რომ ერთი ბექი გინდა და გაატკაცუნებ ეგრევე მთელს ტექნიკას, ხო და მე ალბათ ერთხელ მოვიხსნე, ისე გავაგზავნე რა. ყეში სრიალი მაგრა ასწორებს, მაგრამ სუბუქა. წავიდეთ? წავედით, გავაგზავნეთ. მაგარი გადათხრილია. მოკლედ, ვისაც ოდესმე ხაწვალზე სრიალია, ყველა მისის ადგილი ზუროლდი, რომელიც არის ერთადერთი შესაძლებელი ადგილი, შეიძლება ისე ითქვას, სადაც ყველა შემოდის, უკვე თავს ხდება, სვენებს და მე აგრძელებს სრიალს ისე თავი. ლაჰილმა სტანდარტული ნომრის ნაცვლად გვიმასპინძლა აი ესეთ მაგარ ნომერში, რომელიც გამოიყურება ესე. ნახეთ რამხელა აბაზანა არის, აქ არის საკმაოდ მყუდრო მოსაჯდომი და აქეთ საძინებელი. ულამაზესი აქაურობა წელიწადის ნებისმიერ დროს. ლაჰილის უკან ამხარეს, აი ესეთი კოხტა რესტორანი არის. ვაუ! აი, რითი დავიწყოთ? მე სალათით არ დავიწყებ ისემშია ჩემოძმოდა, შენი არ ვიცი. ფეთვიანი ჭუშტარი არ გამისინჯავს არასდროს. ნავარუჩენი ჭუშტარი არის. მივირთმევ სვანურ ხაჭაპურს, რომელიც თამამად უწევს კონკურენციას მეგრულ ხაჭაპურს და იმერულ ხაჭაპურს, ანუ სვანური კუბდარი. აი ესეთი სიმპათიური თმაკაც მყავს. ნიკო არის სამთო გიდი, პროფესიონალი საერთაშორისო და ამ მიმართულებით მუშაობს. აქ არის დაბადებული, გაზრდილი. მე ჩამოვიდა, ქალაქში გავიცანეთ ერთმანეთი, გუდაურში იქით-აქეთ და საერთაშორისო გიდობიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, როგორც ჰელისკიზე, ანუ ვერთფრენით აფრენს ადამიანებს და ასრიალებს, ასევე ბევრი უცხოელი მეგობარი თუ სტუმარი ყავს და მოკლედ ძალიან ცნობილი საერთაშორისო გიდია ჩვენი ნიკოლოზა. ეხლა არ გამიგოს რომ ვაქებ თორე თავში ავარდება. აი ესე გამოიყურება ჩვენი საერთაშორისო სამთო გამყოლი მაგაცი. Hello, გამარჯობა. აი ნამდვილი სპორტსმენული ვოქი შეგიძლიათ ეხა ნახოთ. სპორტსმენების სპორტსმენი, მოთხილამურეების მოთხილამურე და ბუნაგების მუსრავი. One and only ივატე კლაური. მოკლედ ეხლა დაიწყება თავდავიწყება, რასაც ქვია ჯიგრულად, მეგობრულად. ჩაჯდომა
სტრუპვა, ჭორაობა, ღადაობა, ასე შემდეგ და შევხვდებით ხვალ დილით ალბათ ისევ ჰაწვალის მთაზე. სტიქია დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით რთული ვითარება. დახმარებას და გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან ევაკუაციას ეთხოვს. დავთავრდათ საკვები პროდუქტი. გაუკვალავია ხალხს უჭის მოძრაობა, გადაადგილება სასწრაფო ვერ ადის. ეხლა არის ღამის 3 საათი, ალბათ 1-2 საათს 3 საათში უკვე გავდივარ, მანქანა დაბლაიტენება, მივდივარ ზუგდიდისკენ, ზუგდიდიდან მე სამტრედიაში შევხვდებით ბიჭებს. მოვაქვთ დიდი ტვირთამწე დრონი და მივდივართ გურიაში იმისთვის, რომ ტიკით დაზარალებულ ადამიანებს დავეხმაროთ და ჩავერთოთ არ ვიცი სამაშველო სამუშაოებში, სრიალს აღარ ვაგრძელებ, ვის რა ესრიალება, ესეთი ამბავია და ნახოთ რა მოხდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი თოვლია და ჩვენი დრონით ძალიან დიდია და 4 ადამიანი, 5 ადამიანი მინიმუმ ჭირდებით ხოლმე მისით მუშაობს.